და აჰა მივიდა ვიღაც და უთხრა მოძღვარო სახიერო რა სიკეთე გავაკეთო რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება შეხედა იესომ და უთხრა მათ თუ გინდა სრულყოფილი იყო წადი გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს და გექნება საუნჯე ცაში და მოდი და გამომყევი მე და როცა გაიგონა ჭაბუკმა ეს სიტყვა წავიდა დამწუხრებული რადგან დიდი ქონება ჰქონდა მდიდარი ჭაბუკის სახარებისეული ამბავი მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის და იმასაც გვასწავლის თუ რა დამღუპველია ქვეყნიურ სიკეთეთა სიყვარული. ერთი ნაბიჯი ღარჩებოდა ამ ჭაბუკს უმაღლესი სრულყოფილების მისაღწევად, მაგრამ იგი დამწუხრდა და ისურვა მისი გადადგომა. იხილეთ და ყურადღებით ინიშნეთ, როგორ ამძიმებს ადამიანის სულს სიყვარული და მიჯაჭვულობა ქვეყნიური სიკეთეებისადმი, როგორ უბნელებს გონებას, როგორ უბორკავს ნებას, როგორ ჩაუქრობს უკვე გაღვივებულ სურვილს ზეციური სიკეთეების მოპოვებისა, როგორ განაშორებს საღმრთო მადლისაგან და როგორ უმსხვრევს იმედს საუკუნო ცხოვრების მოპოვებისა. იმ იმედს, რომელიც კეთილგონიერებაზე იყო დაფუძნებული. სახარება არ მოგვითხრობს ამაო და უსარგებლო ამბებს. საქმე ეხება იმ ადამიანის ბედიღბალს, რომელსაც ქონებისა და სიმდიდრისადმი აქვს სიყვარული. და თუ კი შენ ასეთი ხარ ქრისტიანო, მაშინ იცოდე, რომ თუმცკი სახელის მოუხსენებლად, მაგრამ შენზეც ღაღადებს ეს სახარებისეული მონათხრობი და შენც გემუქრება არა რაღაც უნიშნელო საშიშროებით, არამედ იმით, რომ შენს ამ ვნებას ძალუც ქრისტეს მოძღვრების ღალატამდე, უარყოფამდე მეგიყვანოს და საუკუნო ცხოვრება დაგაკარგვინოს. აბა რა ვქნა თუ, იტყვის ვინმე, ყველა მივაგოთ ჩვენი ქონება სამკვიდრებელი და გლახაკებად შევექმნათ? არა, ამას როდი ითხოვს თქვენგან საღმრთო სიმართლე? რამე თუ ქრისტე ყველასგან როდი მოითხოვდა ნებაყოფლობით სიგლახაკეს სულის გლახაკობას, ჰქონდეს ყოველივე ის, რის ქონასაც აუცილებლობა გვაიძულებს და რის ნებასაც შენი წოდების წესკანონი გაძლევს, მაგრამ უფრთხილდი იმას, რომ არ მეისაკუთრო და არ დაიუნჯო ამაზე მეტი, ნუ მისცემ თავისუფლებას, უფრო მეტი გწყუროდეს. თუ შენ შებურკილი არ ხარ სრული უანგარობის, სრული უქონლობის აღქმით, მაშინ ისარგებლე კანონიერად მოპოვებული სიმდიდრით. მაგრამ ამასთანავე არასოდეს არ დაივიწყო წესი, რომელიც ჯერ კიდევ წმინდა ფსალმუნთ მგალობელმა ბრძანა. ნუ ესავ ციცრუესა და ტაცებად ნუგსურის, სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქვენთა. ხოლო თუ კი შეგიძლია სიმდიდრის შენარჩუნებასთან ერთად, შენი სულით შეინარჩუნო სიკეთესა და კეთილმოშიშებაში, მაშინ განაჭეშმარიტად უმჯობესი არ იქნება შენთვის შენი ქვეყნიური სიმდიდრე დაღუპო, ვიდრე ის, რომ სიმდიდრემ თავად დაგღუპოს შენ. და თუ კი ვერ ახერხებს სიმდიდრის მარწუხებს, ერთბაშად დააღწიო თავი, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში ნელ-ნელა თანდათანობით მაინც ეცადე გამოიხსნა შენი სული ამ მიდრეკილებათა ბადისგან და აიძულო თავი მათ საწინააღმდეგოდ იქცეოდე. აიძულე თავი დაეხმარო ღარიბ გლახაკს, თუნდაც შენი გული თანაგრძნობით არ იყოს აღსებული მისად. წუხარება, რომლითაც მდიდარმა ჭაბუკმა ქვეყნიურ სიკეთეთა სიყვარულის გამო დატოვა იესო ქრისტეს ცხოვრების მეუფე. საბაბს აძლევს უფალს, უთხრას თავის მოწაფეებს თუ რა ძნელია მდიდარი ადამიანისთვის ხონება. ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში. და კვლავ გეუბნებით თქვენ, უფრო ადვილია აქლემის ნემსის ყუნჩი გასვლა, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.
საპალნიანი აქლემისთვის უფრო ადვილი იქნება ნემსის ყუნწში, ანუ კუტიკარში გაძრომა, ვიდრე ცათა სასופელოში შესვლა იმ ადამიანებისთვის, რომელსაც სიმდიდრის გარდა სხვა არაფერი აქვს შეძენილი ქვეყნიურ ცხოვრებაში. აი ჭეშმარიტება, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი ცხოვრების ყველა გზა. თუ კი ადამიანი მოისურვებს თავისი საკუთარი ძალისხმევით, საღმრთოს ჯულის აღსრულებით დაადგეს ამ გზას, მაშინ იგი სამუდამოდ უძლური დარჩება და მისთვის შეუძლებელი იქნება ცათა სასופევლის დამკვიდრება. რადგან იგი ვერასდროს ვერ შეძლებს მთელი სულის ჯეროვნად აღსრულებას. მართალი მორწმუნე იყო აბრაამი, მაგრამ განა საკუთარი სიმართლით განმართლდა იგი. ყოლად ბრძენი იყო სოლომონ მეფე, მაგრამ განა თავის სიბრძნეში ჰპოვა ცხოვრება. დაფითა და ნაღარით გაჰყვიროდნენ ფარისევლები თავიანთი კეთილმსახურების შესახებ და ასე არიგებდნენ მოწყალებას გზაჯვარედინებზე, მაგრამ განა განამართლა ისინი ამგვარმა მოწყალებამ სრული ქმნების. იმისთვის რომ რაიმე კეთილი მოიმოქმედოს ან და თავის ხორციელ მიდრეკილებებს განეშოროს, ადამიანი ღმერთს უნდა ევედროს შეწევნასა და არ უნდა აბრკოლებდეს მის მადლს საკუთარ თავში. სახარებაში მოხსენიებულ მდიდარ ჭაბუკსაც, როცა თავისი მიდრეკილება შეიგრძნო მომხვეჭელობისადმი, მაცხოვრისთვის რომ ეთხოვა განკურნება ამ მძიმე სულიერი სნეულებისგან, მაშინ უეჭველია განკურნებული იქნებოდა მის მიერ, როგორც მეზვერე ზაქი განიკურნა, რომელმაც თავისი ქონების ნახევარი გაიღო მოწყალებისთვის და უმალვე მოისმინა მაცხოვრის სიტყვები მისი და მთელი მისი სახლეულის ცხონების შესახებ. ამგვარად კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელი არს ღმრთისა მიერ.